მე მაქვს კითხვა იმ საკითხზე, რისკენაც არის ახლა მიმართული საერთაშორისო მედიის, ასე ვთქვათ, ყურადღება და ფოკუსი თუ რა მოხდება უკრაინის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით. მოდი ვისაუბროთ რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის იმითაც, რომ უკრაინა არ მონაწილეობდა ამერიკის მიერ შეთავაზებული რუსეთისთვის სამშვიდობო წინადადების ფორმირებაში და ასევე რა ფაქტორია, თქვათ, ზელენსკის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, ჩვენ ვიცით, რომ იქ აქცენტი კეთდება არაერთ კორუფციულ სკანდალზე, რაც ითქვა უკვე იმავე საერთაშორისო მედიის მიმართ, რომ აი ამ პროცესში ზელენსკის პოლიტიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ასუსტებს, ხომ? რისი თქმა შეგიძლიათ, რა დასკვნის საფუძველია აღნიშნული გეგმა, რომელსაც განიხილავს ახლა მედია? გამარჯობა, ანა, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ჯერ გეგმა უნდა შევიდეს ძალაში, მას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ. ჯერჯერობით ხილი კომენტარები კეთდება. თავარია ამ შემთხვევაში როგორ მიიღებს უკრაინელი ხალხი და უკრაინის ხელისუფლება, იმიტომ რომ ის რაც თქვენ ჩამოთვალეთ, განსაკუთრებით ის, რომ უკრაინა არ მონაწილეობდა ამ უიტკოპ დმიტრიევის გეგმის შემუშავებაში, როგორც მას ახლა უწოდებენ ჩვენი კოლეგები, როგორც დასავლეთში, ისე უკრაინაში. ეს თავისთავად მძიმე რეალობის ამსახველია. თქვენს ეთერში იყო დაახლოებით აპრილის წესში დიანა ტრაპაიძესთან ვთქვი, რომ ნებისმიერი აი ესეთი შეთანხმება, რომელიც დაიდება და ის არ იქნება სამართლიანად აღქმული უკრაინის ხელისუფლების, უკრაინელი ხალხის მიერ, მას არ უწევია არსებობის უფლება, იგი ვერ შედგება. მეორე მხრივ რეალობა კი არის ეს უნდა აღიაროს უკვე ყველამ და უკრაინის ხელისუფლებამაც, რომ ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, არ მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ აი კორუფციული სკანდალების გამო, რომელმაც მოიცვა უკრაინის მთელი ვერტიკალი სახელისუფლებო და დეპუტატთა ფრაქციასთან შეხვედრის დროს ხალხის მსახური პასუხისმგებლობაში მას ზელენსკი მარიანა ბეზუხლამ თურმე პირადად დაუსვა ეს შეკითხვა, რომ ხო არ აპირებს მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ერმაკის დასვების გადაყენებას, იმიტომ რომ შეუძლებელია ახლა მინისტრები იყვნენ კორუფციაში გარეულები და ის ვინც მას ხურირებს, მათ ეს არ იცოდნენ. ხო, ეს ძალიან რთული და დასათანხმებელია მოსაზრებასთან. ფრონტის ხაზი კი სამწუხაროდ ირღვევა და ახლა ეს მხოლოდ რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის რელაცია არ არის, როდესაც დასავლეთის დაჯგუფების შტაბში მან მოახსენა პუტინს წუხელთვარსტები, რომ ქალაქი კუპიანსკი ხარკოვის ამავე სახელწოდების ადმინისტრაციული ერთეულის მსხვილი ქალაქი აღებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ლოგისტიკური ძლიერი კვანძი გადაეჭრება უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს და რუსული რესურსები ამბობენ, რომ 15 უკრაინული ბატალიონია ალყაში მოქცეული. რთული ვითარებაა და ეს ზელენსკი მას დაადასტურა პოკროვსკში 13 ნოემბერი იყო, უბრალოდ შემიძლია ციტირებაც კი მოვიყვანო, რომ არა მაქვს უფლებაო პირდაპირ ზელენსკიმ, რომ მე ჯარისკაცებს უბრძანო, რომ დაიცვან ნანგრევებად ცეული ქალაქი, დასახლებული პუნქტი. ამ ვითარებაში, გაშენ ხა ვინ როგორ შეხედავს, ანა, ამ ვითარებაში შეიძლება ვიღაცისთვის, მავანისათვის ეს შეთანხმების გეგმა იყოს ხარვეზიანი, მაგრამ ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა მოიპოვოს უკრაინამ, არ ვამბობ სამართლიანს. სამართლიანი არ შეიძლება ეწოდოს გეგმას, რომლის თანახმადაც უკრაინამ უარი უნდა თქვას იმ ტერიტორიებზე, სადაც საოკუპაციო ჯარი დგას. რომ ამ ტერიტორიებს აღიარებს შეერთებული შტატები, ყირიმს და დონეცკის, ანუ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიას და რაც თავარია, რისთვისაც იბრძოდნენ უკრაინელები, ხო? უკრაინა სამუდამოდ უარს იტყვის და კონსტიტუციაში ჩაწერს უარს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების. რა თქმა უნდა, ამ გეგმას აქვს თავისი პლუსებიც, გრძელვადიანი აღდგენის ფონდი იქნება, ევროკავშირში გაწევრიანების უფლება აქვს უკრაინას და იქნება სტაბილიზაციის ძალები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს, როდესაც უკრაინა ღირსების და თავისუფლების დღეს აღნიშნავს ეს ვიშივანკა, იმიტომ ნაქარგი უკრაინული, იმიტომ მაცვია, რომ ერთად უკრაინელ კოლეგას ველაპარაკე, ბლოგერია ის და სოლიდარობის ნიშნად. როგორი მძიმეა ახლა დღეს უკრაინელი პატრიოტებისათვის, როდესაც აი ამ დღეს მათ აძლევენ ამ გეგმას. და კიდევ ერთი მთავარი რამ არ დაგვავიწყდეს. როგორ გამოეხმაურება და რა შეფასებას მისცემს. ნუ კი ვახსენეთ. დმიტრიევ ამ უიტკოპის გეგმას ევროკავშირი.
რა თქმა უნდა. თავარი მოთამაშე და თავარი დამხმარე. და კობა, სწორედ აი ამ დიდი გაერთიანებების და ქვეყნების ინტერესზე მინდა კითხვა აუცილებლად და ამაზეც მაინტერესებს თქვენი შეფასება და მოსაზრება. ჩვენ ვხედავთ ამერიკას, რომელიც ამ პროცესში აგრესიული გრაფიკით წასვლას ცდილობს, ხო? იქ Financial Times-მა დაწერა, რომ 27-მდე უნდა ტრამპს რომ რაღაც შედეგი მიიღოს, იქ რაღაც მისი გათვლა აქვს მადლიერების დღესთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ვიცით რა წითელ ხაზებზე ლაპარაკობს კიევი. აი რა არის რუსების ინტერესი, აი როგორ შეიძლება ამ საკითხის თქვათ გარკვეული წარმატების მიღწევა, თუნდაც ცუდი სცენარის გათვალისწინებით, აი ამ დიდი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, იმიტომ რომ პუტინს რას ურს ეს ძალიან კარგად იცის ცივილიზებულმა სამყარომ, ასევე ამერიკელების ინტერესზეც არის განსხვავებული მოსაზრებები, აი რა სიტყვით, ეს ყველაფერი, ეს სურათი რა ტიპის შანსებს ტოვებს რეალურად უკრაინელების ინტერესების გასათვალისწინებლად? თუ ეხლა უმთავრესი პრიორიტეტი საერთაშორისო უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ ამ გეგმის თანახმად ეს უზრუნველყოფილი იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, როცა საქმე გაქვს რუსეთთან, ასეთ სახელმწიფოსთან, რომელსაც საერთაშორისო წესრიგი შეთანხმება კი არა ხარ ჩვენს ქართველმა შეგვიძლია გავესწროთ რამდენი შეთანხმება დაარღვია ჩვენთან მიმართებით 1992-93 წლებში და მე ამაზე ბევრგან ვისაუბრია და თქვენთანაც მისი ნდობა რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ გავითვალისწინოთ ფრონტზე შექმნილი ვითარება და ვითარება ქვეყნის შიგნით რაც კარნახობს უკრაინას თუ აიძულებს არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო დათანხმდეს ამ გეგმას, რადგან მასში არის პოზიტიური მომენტები უკრაინისათვის ეს მისი გრძელვადიანი არსებობისათვის არ მოხდეს ქვეყნის დეზინტეგრაცია, იმიტომ რომ ფრონტი თუ ჩამოიშლება, ან ვინც იცის ახლა სამხედრო თუ მისმენს ამას და მეთანხმება რომ თქვა კუპიანსკიდან ფრონტი რო იშლება ერთ ხარეზე, მე შეიძლება და არესტოვიჩი მართალია ფრონტის ხაზად იქცეს დნეპროპეტროვსკი, დნეპრი არა და მე უკვე ვაჭრობა კიდევ უფრო რთული იქნება და რუსეთი თავის პირობებს წამოაყენებს. მისი პირობებით არის ეს გეგმა დმიტრიევ უიტკოფის გეგმა შექმნილი, აბა რა არის, როდესაც ამ ტერიტორიებს აღიარებენ, რაც ხელში უჭირავს ახლა და იქ სადაც ხერსონში და ზაპოროჟიაში და ახლა ჩვენ ვახსენეთ აგერ კუპიანსკი, მის სტატუსთან დაკავშირებით თუ იქ გავლენასთან კიდევ უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც ჩანს ძალიან ის არის, რა ქვია, გაბლარული ეს გეგმა რუსეთის ინტერესები. გარდა ამისა, რუსეთი ბრუნდება სრულფასოვნად წევრად საერთაშორისო ორგანიზაციის J-Ryan-ში აღდგება, ანუ პუტინი რომელსაც ხელს არ ართმევდნენ, ხელს ჩამოართმევენ მსოფლიო ლიდერები და რუსეთი იქნება წარმოდგენილი უფრო ცივილურად ამ ქვეყნების თვალში, სადაც დღეს მაგალითად რუსეთზე კარს ვერაფერს ვერ იტყვი, ახლა მე კიევში ვიმყოფები და პრეზიდენტის სასახლე იქნება თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ჩეხეთის დროშასთან ერთად აღმართულია უკრაინის დროშა და ეს არის უბრალოდ სიმბოლური სოლიდარობის გამოხატულება. ანუ რუსეთი არის მოგებული და ამ გეგმის რეალიზების შემთხვევაში და ცალსახად ვინც მოგებული ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ გეგმის რეალიზების შემთხვევაში ის არა მხოლოდ მძლავრი მშვიდობის ყოფილი იქნება, არამედ დივიდენდებს მიიღებს. პირდაპირ წერია რომ 100 მილიარდიანი გეგმიდან კი, ამიტომ კითხე დიდი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით უკრაინის ინტერესზეც ყობა, სწორედ ეს მოცემულობაც იყო ცხადია ჩემი კითხვის დასაფუძველი. კი, კაი, გავიმეორებ ანა რომ ცოტა დამობნეველი არ იყოს. უკრაინის ინტერესი თუ შეიძლება რამე იყოს ამაში არის ის, რომ მან ტკივილით მან ძალიან დიდი იდაპესე კბენი თუ არის როგორც გინდათ ისე თქვით, უნდა მიიღოს ეს გეგმა, რადგან ფრონტის ხაზზე არის მძიმე ვითარება დამდგარი და გავიხსენოთ ახლა მინსკის შეთანხმებები რამ აიძულა მაშინ პოროშენკო წასულიყო მინსკის შეთანხმებებზე, იმიტომ იქ ილოვაისკი და კიდე ალყაში აღმოჩენილი უამრავი უკრაინული ქვედანაყოფი, რომელთა სიცოცხლის საკითხი მათი გადარჩენა იყო მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაშიც რისკები ძალიან დიდია. ამიტომ არ ვიცი აქვს თუ არა უკრაინას არჩევანი რომ არ მიიღოს ეს გეგმა. დიდი მადლობა კობა, დაგემშვიდობებით. კობა ლიკლიკაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში 3 საათზე უკვე ახალი ამბები